მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. გამოვხატავთ შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში. ასევე ღრმა შეშფოთებას გამოვთქვათ კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნეს კავშირების გამო, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე. მოუწოდებთ ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს გაითვალისწინონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება. საქართველოს მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან ნადირობას ჟურნალისტების წინააღმდეგ, იმის მაგივრად, რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენი. კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ ღია მუქარა და სამართლებრივი დევნა საქართველოს ევროინტეგრაციის ამბიციებისაგან აშორებს. ჩვენ ახლა მოვითხოვთ ცვლილებებს სახელმწიფოს პოლიტიკასა და დამოკიდებულებებში. დროა თბილისში გაანალიზონ რა დევს სასტორზე საქართველოს მომავლისთვის. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის სრულიად კონსოლიდირებული ევროპული პოზიცია, ეს არის ევროპის პოზიცია, ყველა ჩვენი გულშემატკივრის პოზიცია. საქართველოს შესახებ დაფიქსირებული პოზიცია დებატებში. 17-დან 17-მა გამოსვლმა გუშინ გამონაკლისის გარეშე ყველა პოლიტიკურმა ფრაქციამ, მათ შორის იმ პოლიტიკურმა ფრაქციამ, ვისი წევრიც არის ქართული ოცნება, ყველამ ერთმანეთს თქვა, რომ საქართველოში ადამიანს პოლიტიკური ნიშნით დევნიან, რომ საქართველოში არ არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომ საქართველოში გყავს პოლიტპატიმრები, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და სხვები, რომ ჟურნალისტებზე და ხელისუფლებისთვის მიუღებელ ადამიანებზე მთავრობის წაქეზებისა და ორგანიზებით ქუჩაში ნადირობენ, რომ ის რაც საქართველოში ხდება უარყოფს ევროპულ ღირებულებებს, რომ გყავს ხელისუფლება, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, მის ინტერესებსა და ევროპულ მისწრაფებებს. თქვენ ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა არ ხართ. თქვენ ხართ ქვეყანა, რომლის მმართველიც იმსახურებს სანქციებს. გვითხრეს ევროპიდან. ეს შედეგი არ დამდგარა ერთ დღეში და არ დამდგარა არც ორ დღეში და არც ორ კვირაში. ძალაუფლების შენარჩუნების, ოპონენტის მტრად გამოცხადების და ფიზიკური განადგურების წყურვილის გამო ქართული ოცნება ამ შედეგისკენ წლების განმავლობაში მიდიოდა და მოიყვანა ქვეყანა აქამდე. როდესაც ევროპარლამენტი ერთხმად გამონაკლისის გარეშე ხაზიმი ამას გაუსვა, გვეუბნება, რომ დროა თბილისში გაანალიზოთ რა დევს სასტორზე საქართველოს მომავლისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, კრიტიკული მედია ცდილობდით, წინ აღუდგომოდით ამ მომენტის დადგომას. ჩვენ მუშაობდით, რომ საქართველოში არ ყოფილიყო პოლიტიკური დევნა. მუშაობდით, რომ საქართველოში ადამიანებზე არ ენადირათ ქუჩებში. რომ საქართველოში არ ყოლოდა უსაფუძვლო ბრალდებით დაკავებული პოლიტპატიმრები და ჰქონოდა თავისუფალი სასამართლო. მუშაობდით, რომ ადამიანის ღირსება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი არჩევანის უფლება ყოფილიყო უზრუნველყოფილი. რომ პოლიტიკა მომსახურებოდა ხალხის ინტერესებს. ჩვენ ბოლო დრომდე ვცდილობდით, რომ საქართველო ყოფილიყო თავსებადი დემოკრატიულ საზოგადოებასთან. ჩვენი ვიზიტები, ჩვენი წერილები, ჩვენი პოზიციები დღემდე ემსახურება იმას, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ქართული ოცნება პოლიტიკური პარტიების თუ თავისუფალი მედიის საქმიანობას უპირისპირებდა მხოლოდ უხეშ ძალას, უპირისპირებდა არა არგუმენტებს და მსჯელობას, არამედ ციხეს, შიშველ ბრუტალურ ძალმომრეობას. დღეს მიღებული უმაღლესი პოლიტიკური დოკუმენტით ევროპამ გვითხრა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და დროა თბილისში გაანალიზოთ
რა დევს სასტორზე საქართველოს მომავლისთვის. და სასტორზე დევს ჩვენი ისტორიული მისწრაფებები, არჩევანი, თაობების მიერ სისხლით და ოფლით მოტანილი იდეა, რომ ქართულმა ხალხმა უნდა იცხოვროს საკუთარ მიწაზე, ერთიან საქართველოში, თავისუფლად და მშვიდობიანად, ღირსების და სოციალური პირობების სრული დაცვით და ამ იდეას საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა ჰქვია. მინდა მიმართო ქართულ ოცნებას. ევროპარლამენტის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადა, რომ ევროპამ მზად არის მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ერთადერთი წინაღობა ქართულ ხალხს და ევროპას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი და ქართული ოცნება. საქართველოს ევროპული გზის შეფერხებაზე პასუხს აგებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. თქვენ გაქვთ ორი კვირა, ძვირფასო მეგობრებო იქ ქართულ ოცნებაში. თქვენ უნდა დაასრულოთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი. თქვენ უნდა დაასრულოთ მედიაზე ზეწოლა. თქვენ უნდა დაასრულოთ პოლიტიკური დევნა და ამ ორი კვირის განმავლობაში 24 ივნისამდე თქვენ მკაფიო სიგნალი და იმპულსი და გზავნილი უნდა გააგზავნოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, რომ თქვენ გააკეთეთ სწორი თქვენთვის მწარე, მაგრამ დასკვნები. დადგა დრო, რომ ქართულმა ხალხმა კვლავ დაადასტუროს თავისი ისტორიული არჩევანი. და მე მოხარული ვიქნებოდი, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო კონსოლიდირებულად, იგივე ქართული ოცნების უამრავ ხარდაჭერთან ერთად. და მე მივართავ ქართული ოცნების იმ ხარდაჭერებს, რომლებისთვისაც უზურპასესია ევროპული ღირებულებები და ფასეულობები. კარგად გავიაზროთ არსებული უმძიმესი მოცემულობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შეიქმნა ერთი ძალიან მდიდარი უზურპატორი მილიარდერის გამო. ყველა ხრივ პრობლემები, რომელიც მზარდია ქვეყანაში, არის განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გამო. და თუ კი ჩვენ გვირჩევნია ვანაცვალოთ ჩვენი ევროპული მომავალი, ნანატრე მისწრაფებები, დასავლური ღირებულებები, ფასეულობები, კონდეს მდიდარი საქართველოს სახელმწიფო, ეს ყველაფერი თუ გინდა ვანაცვალოთ უბრალოდ უსიტყვო მორჩილებას ბიძინა ივანიშვილისთვის, მე ვფიქრობ, აქ ძალიან ცდებით და თქვენს გაქვთ ორი კვირა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეთ. მე ვიცი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ 20 ივნის 3 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი გამოვიდა საკუთარი ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად. და მე ვიცი, რომ ამ დღეს ის პატრიოტები, სხვადასხვა თაობების წარმომადგენლები, ვინც მაშინ დაიცვა საქართველოს ღირსება და თავისუფლება, კვლავ იკრიბება რუსთაველის გამზეზე, ისევე როგორც მაშინ შეიკრიბნენ 2019 წლის 20 ივნის სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაანონსებულ სპონტანურად აქციაზე. დღეს იგივე სამოქალაქო საზოგადოება უკვე აანონსებს აქციას 20 ივნის 20 საათზე, იქ სადაც განურჩევლად პოლიტიკური მწამსისა, თაობებისა ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას ბუნებრივია ვუერთდებით სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაანონსებულ ამ მნიშვნელოვან თარიღს და საათს. რატომ? როგორც არასოდეს სიმრავლეს ეკრება ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია იყოს ნათელი დადასტურება იმისა, იგივე ჩვენი ევროპული პარტნიორებისადმი, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში არის მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ნება აღსრულდება, რაოდენ არ უნდა ცდილობდეს ბიძინა ივანიშვილი უკან დახიოს ქვეყანა ევროპული მისაწვდომებიდან. ამიტომ ველოდებით ჩვენი მხრიდან ყველა ჩვენ პარტიის მხარდაჭერს უნდა აუცილებლად მივიღოთ ამ აქციაში მონაწილეობა. ხალხს უსვამ, ეს აქცია უკვე დაანონსებულია სამოქალაქო საზოგადოების მიერ 20 ივნის 20 საათზე 4 დღით ადრე, მანამ სანამ ისტორიული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ევროპაში ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ. და მათ უნდა დაინახონ, რომ მთელი თბილისი არის გარეთ, ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი და მეორე მხარეს დგას მხოლოდ ერთი ცალი ბიძინა ივანიშვილი. დიდი მადლობა.